ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ ქალი ისტერია, ემოციური ლაბილობა, შეურაცხადობა, აი ეს დისკურსული მწკრივი განაახლოს. ეს ძალიან სიმპტომატურია რომ მაგალითად არც ერთ მამაკაცზე არ მოუნდათ აი ამ ექსპერტიზის ჩატარება. საბჭოთა კავშირში და დღემდე ის რაც ხდება, აი როგორ მუქამედებენ, როგორ манипуლირებენ ადამიანების ტვინებზე, ტელევიზიით, გაზეთებით, ყავთ თავისი ადამიანები, აი თუ აკვირდებით, ხო, სამიზნეს სიტყვები ქვია ამას, რომ მე უშვებ სამიზნეს სიტყვებს, ეს ილექება შენს გონებაში და შენს მერე იჯერებ პრეს ნამდვილად ესე. შვილი საპროტესტო მოძრაობაში და მამა მმართველ პარტიაში. ამ ვითარებაში უცნაური თითქოს არაფერია, თუ მას უბრალოდ თაობათა შორის დაპირისპირების ან აზრთა სხვადასხვაობის კონტექსტში განვიხილავთ, მაგრამ ჩვენს რთულყოფაში ამ შინაარსმა ძალიან მტკივნეული დეტალები შეიძინა. ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ისე მჭიდროდაა გადაჯაჭვული ძალადობასთან და განსხვავებული აზრის მქონეთა დემონიზაციასთან, რომ ამ შხამმა ყველაზე საკრალური და პირადული მამა-შვილის კავშირი დაანგრია. ასევე ცხადად გამოჩნდა ის უდიერი დამოკიდებულება, რასაც საზოგადოების წევრები ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ავლენენ, რაოდენ მარტივად იყენებენ მას ადამიანების გარიყვის და დადუმების იარაღად. დღეს ახალგაზრდა ქალს ანუკი ჩრდილელს ვხვდებით, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად არის ჩართული. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. დაკავებისთანავე გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ანუკის მამა მმართველი პარტიის სიით საკრებულოს არჩევნებში იყრის კენჭს. მისი დაკავებისთანავე ერთდროულად დაიწერა ერთნაირი შინაარსის პოსტები, სადაც წერდნენ, რომ მამას ანუკი წლებია არ უნახავს, თუმცა მისი მკურნალობისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, რადგან ანუკის თურმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასეთ რთულ და პირადულ თემაზე საუბარი მტკივნეული, თუმცა ამავდროულად აუცილებელია და ანუკი ჩრდილელს ამის ნება და სიძლიერეც აღმოაჩნდა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ ხართ და როგორ უმკლავდებით ამ საკმაოდ რთულ ემოციურ პერიოდს, როცა თქვენთვის ძალიან პირადული თემა გახდა ასეთი ფართო განხილვის საგანი. რთული დღეები იყო კი ნამდვილად და შეეცადნენ, რომ უფრო რთული ყოფილიყო ეს დღეები. და ვიტყოდი, რომ ნაწილობრივ გამოუვიდათ, ნაწილობრივ არა. რა ჭრილშიც უნდათ, რომ გამოსვლოდათ, ეგ არ გამოუვიდათ. არ გამოუვიდათ დასჯა, თუ ფსიქოლოგიურად ან ფსიქიურად ვინმე ცუდად არის, მას უნდა მოუარო, იზრუნო, მასზე დაეხმარო, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ამსუბუქო და არა დასაჯო. ჩვენ თავს ჭირთ ეს ადამიანებს და ვეუბნებით, რომ აი შენ ცუდი ხარ, შენ დააშავე და ეს ეცადა ქალბატონმა თამარ მერგელიშვილმა, რომ რაღაც თითი დაექნია ჩემთვის და ეთქვა, რომ სამწუხაროდ პრობლემები მაქვს. ანუკი, თქვენ თავად ისაუბრეთ ვრცლად და ამიტომ თავს მივცემ უფლებას და მეც გკითხავთ, თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მალე თქვენვე გითხარით, რომ საერთოდაც ტყუილი იყო ეს ყველაფერი, რაზეც აკეთდებოდა აქცენტი აი ამ ორკესტრირებულ მესიჯ ბოქსში, ასე ვთქვათ, რაც თქვენს ირგვლივ იყო. კი, გარდატეხ სასაკში იყო ნამდვილად ჰორმონალური პრობლემები, რაღაც ჩიყვი, წონის მატება მქონდა ძალიან მალე, არასწორი მკურნალობა დამენიშნა და არასწორი მედიკამენტებიც და შესაბამისად ამ მედიკამენტებმა ჩემზე დეპრესიული ფონი და იქ იყო ძალიან ნიშანდობლივია, რომ იყო, რომ რაღაც აგრესიულია, შფოთი აქვს და ესეთი პოსტებიც იყო და პირიქით თუ მენტალური პრობლემები მქონია ჩაკეტილობის, დეპრესიის მომენტები, რაღაც ფარდას ვაფარებდი, არ მინდოდა გარეთ გასვლა და ეს იყო ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე, ეს პერიოდი იყო, რომ გარდატეხ სასაკი მქონდა და მინდოდა ლამაზი ყოფილიყავი და რაღაც ეს მეგონა მთავარი მესიჯ ბოქსი ჩემი ცხოვრებაში, რომ აი ლამაზი თუ იქნები, მაგრამ მოხდა ეგ, რომ უცებ წონაში ძალიან მოვიმატე, დავსვივდი და ამან გამოიწვიეს ჩემი ჩაკეტილობა. შემდეგ კი ნამდვილად ისრაელში წავედი და ნამდვილად მამამ დააფინანსა ეს მკურნალობა. ჩამოვიტანე ეგ დასკვნა, რომ მქონდა რაღაც ჩიყვი, ჰორმონალური პრობლემები და ჩამიდგა ეგ ჰორმონები, მიმკურნალდა და რა ვიცი. ვარ კარგად. თქვენ ყვებით ამბავს, რაც 10
10-დან 5 მინიმუმ მოზარდის ცხოვრებაში არის ძალიან ჩვეულებრივი რამ. რისი თქმა სურდათ აი ამ გზავნილებით შენი მისამართით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სტატუსები წერეს და ზოგადადაც ეს ტენდენცია ხომ არ არის, რომ აი მაგალითად ანუ კი ფსიქიკური პრობლემები აქვს და იმიტომ ფიქრობს სხვაგვარად თორემ წყალებში ჯანმრთელი რომ იყოს მამის მხარეს იქნებოდა. კიდევ უფრო რო განვაზოგადოთ, თითქოს ვინც საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, მათ ყველას რაღაცა უჭირთ ფსიქიურად. რომც მქონოდა მენტალური პრობლემები, ვერ ვიტყოდი რომ სამწუხარო ამის მიმღებლობა მექნებოდა და რაღაცა ვიმკურნალებდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა საზოგადოებასთანაც ინტეგრაციას შეუძლებდა. ცდილობენ რომ რაღაცა დაგვაშინონ, დაგვაპატარაონ, რაც სახში ჩავკეტონ. ცდილობენ რომ რაღაც ეს სირცხვილი შემოგვაპარონ, რომ აი თუ შენს გამოხვალ იქ ჩვენ აი შენს ყველაზე ბნელ წერტილს ამოვიღებთ, როგორიც არის შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამას ესე საჯაროდ გავხდით და ხვალიდან შენ იქნები თითით მისაშვერი ადამიანი, რომ ეს გიჟია. საბჭოური მეთოდებით, რასაც გვაი დაშინება, ჩაკეტვა, რაღაცნაირად აი შებოჭვა ადამიანის ესე კარგ გამოვათ. ამ ინციდენტის შემდეგ თუ შეგეხმიანა და მისთვის რა იყო ეს მესიჯები, რაც დაიწერა მის მამობასთან კავშირში და მისი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან კავშირში. 29 წლამდე ისე მოვედი, რომ სადღაც შუაში ვიყავი. სულ ვფიქრობდი, რომ იქნებ ახლა მოვიდეს. იქნებ ახლა დამირეკოს როგორც მამამ და ეს რო არ ხდებოდა, სულ ველოდები მე ამას და ეს რა მოვიღე რაღაცნაირად და გავუშვი ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან. თითქოს რაღაც ტვირთი მომეცა და ახლა ზუსტად ვიცი, რომ აღარ დამირეკავს, აღარც მოვა. ახლა დღეს არის ჩემი მთავარი სათქმელი ის, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა და ფსიქიატრიული პრობლემა არ არის ის პრობლემა, რომელიც თითით უნდა მიუშვიროთ ერთმანეთს. რეალურად სანამ არ იქნება ის, რომ ადამიანებს ექცეოდნენ მინიმუმ ადამიანურად და არ სჯიდნენ იმისთვის, რაც მათი ბრალი არ არის მინიმუმ, მანამდე არ გავჩერდები. ფაქტიურად ყველა უწყება, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, ჩაერთო ფსიქიატრიის როგორც საფრთხის წყაროდ გამოყენებაში. და ის ნორმალური ვითარება, რომ მე შეიძლება ვიყო გადატვირთული, გადაღლილი, მქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული გამოწვევა, უკვე შეიძლება ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ. ანუ მტრული გარემოს ცნება გაფართოვდა და ის რაც არის ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, სენსიტიური, მგრძნობიარე ინფორმაცია, უცებ შეიძლება აღმოჩნდეს ჩემს საწინააღმდეგოდ გამოყენებული იმის მაგივრად, რომ მე მიცავდნენ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იგივე სასამართლო, ისინი ჩაერთვნენ ამ გამოყენებაში. ეს არის საყოველთაო საფრთხის განცდა. ქალდონინო, გამარჯობა. გაწუხებთ ნატა ასათიანი, თქვენი ჩაწერა გვინდა. რომელი პროგრამის სტუდენტი იყო ნინო, როცა გაიცანით? მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა რო არის, საგანმანათლებლო პროგრამა. ალბათ 2019 წელი იყო, შეიძლება წელი მეშლებოდეს და გოდიშს ვიხდი. სამაგისტროზე ჩააბარა წელს. აი ზუსტად ეგ არის ნინოსთვის ძალიან დამახასიათებელი, რომ არასდროს არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემდგარი წარმატებული მასწავლებელი იყო, ჩათვალა, რომ ეს კიდევ სჭირდებოდა და რაღაცა კიდევ უნდა ესწავლა. ერთ-ერთი ბოლო პოსტი იყო დაახლოებით 30 კილომდე პლასტმასის ნარჩენები, როგორ აგროვა დროთა განმავლობაში და მერე როგორ ჩააბარა. მთელი თავისი ცხოვრებით პრინციპში ცდილობს მაგალითის მიცემას, ოღონდ ამას არ აკეთებს ესე გამიზნულად, უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია. ეგეთია და მორჩა. ძალიან საგულისხმო ფრაზა თქვით თქვენ ჩვენ რო შევხვდით, ხშირად ვფიქრობ იმაზე, მე რომ იქ ვიყო ნინო გარეთ, ან ნებისმიერი სხვა მისთვის, შეიძლება უცხო ადამიანიც, იქ რომ ყოფილიყო აი ამ უსამართლობის მთავარი ადრესატი, ნინო გარეთ რას გააკეთებდა მისთვისო და ჩვენთვისო. ნატა ალბათ აი დავწერე კიდეც რკინის ქალა
აბამნებს ჩაიცმევდა, რკინის ჯოხს დაიჭერდა და მე იმისიც კი მწვენია, რომ ვერ ვდგევარ ყოველდღე იქ. და ეგ არის ზუსტად ნინოსთვის დამახასიათებელი, რომ არის საოცრად თანამგრძნობი ადამიანი. მართლა სხეულით გრძნობს ხოლმე, სხვების გასაჭირს და უსიტყვოდ შეუძლია რომ ხარში დაუდგეს და არ ვიცი ვისურვებდი რომ ბევრი ნინო იყოს და მართლა ვფიქრობდი ამას წინებზე რომ ნინოების რაოდენობა რომ გაიზარდოს ქვეყანაში ბევრად უკეთეს ქვეყანაში შევძლებთ რომ ავაშენოთ რაც მე დარდება ხოლმე ის არის რომ ჩვენს მოსწავლეებს ვაყურებინებთ ამ მოსამართლობას და ბევრი სამსახურის სახელმწიფო სამსახურის ღირსების სრულიად გათელვას ვაყურებინებთ და ნდობა რომელიც ამ სახელმწიფო სამსახურებისადმი ისედაც ნაკლები იყო საზოგადოებაში არ ვიცი რამდენ ხანში დაბრუნდება ადამიანებს სიმართლეზე და სამართალზე ელაპარაკები და ის ვინც სიმართლეს და სამართალს უნდა იცავდეს თვითონ არის ამის დამრღვევი რეალურად მოქალაქეს როცა სახელმწიფოს ეშინია იქ ხო სხვა რამებზე ლაპარაკი ძალიან ზედმეტია და ფუჭი არის. სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც 9 ივნის მანდატურებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაადოებინეს, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღწერა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით. მივწერე კიდეც ნინოს რომ ხომ მშვიდობა არის მეთქი და ხო არ არის რაიმე საფრთხე მეთქი და მითხრა რომ ალბათ გამოვძვრებიო მაგრამ ზუსტად მეორე დღეს იყო რომ აიყვანეს რას ეტყოდით ნინოს დღეს როგორ გაამხნევებთ ნინოს ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს იმედი მაქვს რომ ჩემი სიყვარულით ძალას ვაძლევ ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი და უბრალოდ რომ ვიცოდე რისი გაკეთება შემიძლია ნინოსთვის დღეს ნამდვილად ვიცი რომ მაგას გავაკეთებდი მართლა არ ვიცი და ეს უმწეობის განცდა არის კიდე ერთი დიდი ტკივილი ჩემთვის რომელსაც ვერაფერს ვერ ავშველი თან ძიმეა მართლა არსებობს რაღაც დადგენილი წესები რაზეც უკვე ძალიან დიდი ხანია შეთანხმდა საერთაშორისო საზოგადოება მაგალითად ის რომ ადამიანებს აქვთ ღირსება და ღირსება არის მეტი ვიდრე მხოლოდ ჩემი ყოფნა ხო ანუ მე ღირსება როდესაც მელახება იმ დროს შეიძლება ვთქვა რომ მე არ მინდა ესეთი ყოფნა ჩემი ღირსება უნდა იყოს უპირებოდ დაცული კონსენსუსი თითქოს აქამდე არ ქონდა იმაზე რომ იძულებით არ უნდა მოახდინო დისკრედიტაცია აქტივისტისა რადგან ის აქტივისტია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნულებით. ძალიან ბეწვზე გავიარეთ, რომ კონკრეტული ადამიანის ტრაგედია არ განმეორდა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ტრაგედიები მანამდეც მომხდარა, რაც ალბათ საზოგადოებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. წელს დაიბადა და დაიბადა დუშეთში ერთი რიგითი ადამიანის ოჯახში. შემდეგ, როდესაც სკოლა დაამთავრა, ჩამოვიდა თბილისში, აქ ისწავლა უნივერსიტეტში, 2 დიპლომი ჰქონდა. ფრანგული ენის სპეციალისტის და ჟურნალისტის. 1971 წელს იწყება ეს ამბები. ის დაბრუნდა დუშეთში და წესით ის უნდა მისულიყო სამუშაოდ დუშეთის რაიონულ გაზეთში კომუნიზმის გზა ერქვა ამ გაზეთს. უპრობლემოდ შეეძლო მას თავისი კარიერა აეწყო, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა დამოუკიდებელი ჟურნალისტობა. საქართველოს რადიოს ახალგაზრდულმა განყოფილებამ შეუკვეთეს რეპორტაჟი დუშეთის მოწინავე მექანიზატორზე უნდა დაეწერა. წავიდა მოძებნა ეს მექანიზატორები და შეამჩნია რომ მექანიზატორები იყვნენ ძალიან უკმაყოფილოები. გეგმა არ სრულდება, სესხი არ იფარება, უშუქობა, უწყლობა, უგზოობა ასე გაძლება შეუძლებელიაო. სიმართლის მოყვარულმა გოგომ ნაცვლად იმისა, რომ რაიონის მოწინავე მექანიზატორზე სახოტბო რეპორტაჟი მოემზადებინა, დაწერა კრიტიკული სტატია, რომელიც რა თქმა უნდა დაუწუნეს და არ გაუშვეს ეთერში. დადიოდა სოფელ-სოფელ, ესაუბრებოდა უბრალო ადამიანებს, იწერდა მათ პრობლემებს, იღებდა ფოტოებს, აგროვებდა დოკუმენტაციას, ეს აქაღალდა გულზე მიკრული და დადიოდა გამწარებული რაიკომში, რედაქციებში, სადაც არ უშვებდნენ. საბჭოთა
ეპოქის ადამიანები არიან გაზრდილი იმ სულისკვეთებით, რომ მიიღონ ის რეალობა, რომელიც არის, არ იფიქრონ, რომ ეს რეალობა რაიმეთი დასაწუნია. ისინი ხედავენ და იჯერებენ იმ რეალობას, რომელსაც უკიჟირეს პარტია მთავრობა თავისი გაზეთის ფურცლებზე, რომ სრულდება გეგმა, რომ ვართ ბედნიერები და ასე შემდეგ და ამიტომ ჟურნალისტებმა იციან, ვინ როდის როგორ გააკრიტიკონ ან შეაქო. ნაზი შამანაური ამ წესებს არ ცნობდა. ეს იყო თავისუფალი ადამიანი, რომელიც დღეს უნდა დაბადებულიყო და რომელსაც დღეს უნდა ეცხოვრა ჩვენ შორის. ნაზი მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის, ის ებრძოდა რაიკომის მდივნებს, შეიჭრა უნებართოთ ყრილობაზე დუშეთის რაიკომის, რომელსაც თვითონ ედუარდ შევარდნაძე ეწრებოდა, გამოათრიეს ჭიკავით. არავინ არაფერს უბეჭდავს. წარმოიდგინეთ და აი ასკდება კედელს, რომელსაც ბზარს ვერ უპოვი. ამან გაამწვავა მისი მდგომარეობა, თავიდან იყო ძალიან საბრძოლო ფორმაში, მერე თანდათან შეეპარა უიმედობა, მერე ამას შეენაცვლა ღრმა დეპრესია, როგორც ხდება. და ეს ყველაფერი ნებისმიერ ადამიანს, აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს გამოგიყვანს წონასწორობიდან, თუ შენ მოწოდებული ხარ მხოლოდ სიმართლის სათქმელად, თუ შენ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ გინდა, თვალის დახუჭვა არ გინდა, გეუბნებიან თეთრზე შავიაო და შენ არაფრის დიდებით ამის დაჯერება არ გინდა, მიხვალ ამ მდგომარეობამდე, ცხადია. ადრეგრდელებენ კაცის მარჯვენას მიუვალ მთებში რომ გზები გაქვს. შეიძლება ყველაფერზე ტაშის დაკვრა. სოფლებში ასანთი არ არის. სწავლება მოშლილია, გზები უმძიმეს მდგომარეობაშია. ხალხო გატყუებენ ცხოვრებას ლამაზ ფერებში გიხატავენ, სინამდვილეში დაგიმონეს, ყველაფერი წაგართვეს, არაფერი გაგაჩნიათ, რა გეზეიმებათ, რას გავხართ, ხო? ვაჟა რომ წამოახედა სირცხვილით დაიწვება. ამ სიტყვების დასრულება ნაზი შამანაურმა ვერ მოასწრო, რადგან მილიციის თანამშრომლებმა ის სცენიდან ჩამოაგდეს და დედამისთან ერთად დააკავეს. ძალიან მალე ორივე ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაზი შიმშილობდა, მისი დღიურების თანახმად კი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ. აღწერილი აქვს თავის დღიურებში ეს ყველაფერი, როგორ უმტვრევდნენ კბილებს, როგორ თხრიდნენ აი ამ ყოვს ხახაში, როგორ მურტყამდნენ მუცელში, ფეხს აჭერდნენ, თმებით ითრევდნენ, სისხლს ადენდნენ, როგორმე პირი გაეღო, როგორმე მაღაც გადაეყლაპა. აი ამ პირობებში მან 5 თვე გაძლო, წარმოიდგინეთ, ზუსტად 5 თვე. საბოლოოდ ნაზი 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი სეფსისი დასახელდა. დედას არ მისცეს დაკრძალვაზე მისვლის უფლება, არც ახლობლებს არ მისცეს. თუმცა რამდენიმე მაინც მოახერხა და ახალგაზრდა ლამაზი ქალის ნაცვლად ეს ნაადრევად დაბერებული, გაჭაღარავებული ნატანჯი ადამიანის სახე ნახეს. დღეს ნაზი შამანაურის სახელობის 2 ქუჩა გვაქვს, თუმცა მისი წამებისთვის არავინ დასჯილა. დღემდე როგორც კი იწყება ამაზე საუბარი, ეს ისეთი მტკივნეულია, რომ ჩვენ ვდგებით თავდაცვით პოზაში და ფსიქიატრები ვიწყებთ, იცი რომ არა, ეს კი არ იყო, აბარამეთ ესე იყო და ესე იყო და არ არის ეს სწორი. ამას უნდა გქონოდა ასეთი ფართო მსჯელობის ფორმა, რომ ჩვენ არ გქონდეს ასეთი მოჩვენებითი განცდა, რომ თითქოს აი, ჩვენი ბრალი არ არის. არის მაინც ჩვენი ბრალი. წელს როცა ჩვენ ლაპარაკობდით საბჭოთა რეპრესიებზე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე ამაზე მომიწევდა 10 მყოდროში საუბარი საქართველოში. იცი რა დაგვანახა ამა, რომ აი ჩვენ ამდენი წელია მივდივართ რაღაცა წინ, თითქოს ვცვლით კანონმდებლობას, ვცვლით სერვისებს, ვცვლით დამოკიდებულებას თვითონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ, მაგრამ როგორი ადვილია უკან დაბრუნება. აი რეგრესი შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად. ნინო დათაშვილის შემთხვევამ გამოავლინა აი ეს დიდი ჭრილობა, რაც არის მორალური ჭრილობა, რაც გვაქვს ამ სფეროში. აი ხა როგორი სიმპტომატურია, რომ ის ფსიქიატრი, ვინც ნახსენები არის ნაზი შამანაურის დღიურში, შედის უცებ შეიპარება პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილთან, ხო? ძალიან სიმბოლურია, ეს ყველაფერს აღწერს. ემოციური ლაბილობა გახდა, ასე ვთქვათ, მიზეზი იმისა, რატომაც სასამართლომ დაუნიშნა მას იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. რას ნიშნავს ემოციური ლაბილობა და რამდენად ყველამ შეიძლება განვიცადოთ ემოციური ლაბილობა ჩვენი ცხოვრების გარკვეულ გზაზე? როდის ხდები მე ემოციური? როდის ხდები? როდესაც რაღაცა
მასაზე ვღელავ, როდესაც ფიზიკურად მტკივა, როდესაც აი ელემენტარულად ვირუსი რომ აქვს, ახლა ყველას ქონია ხო მაღალი სიცხე ვირუსი, როგორც კი დავსუსტები, უკვე სინათლეს მაღიზიანებს, ხმაურის მაღიზიანებს, კითხვაც მაღიზიანებს, ხო, უფრო გრძნობი არ ხდები. ეხლა იმდენად რთული ვითარება არის ქვეყანაში, საშინელი ინფლაცია არის. სიღარიბე ვისაც აწუხებდა კიდე უფრო გამწვავდა. ხუმრობა იყო ხოლმე ჩემბერლენს ბალი ათშაურად. აი ახლა 20 ბალია, ხო? ხო, ანუ შეიქმნა პატარა ძალიან მდიდარი ელიტა, რომელიც ფსიქიატრიის ინსტრუმენტალიზაციასაც ცდილობს, პოლიციის ინსტრუმენტალიზაცია გააკეთა. ყველაფერი ეს სიმდიდრე და ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაგრამ უმრავლესობა სიღარიბის მდგომარეობაშია ხალხი. და აი სწორედ ეს უმრავლესობა გამწარებულია. აი ამას ფსიქოლოგიაში თავის სახელწოდება გამწარებულობის სინდრომი, როდესაც შენ ემოციურად ლაბილურიც ახარ, გაბრაზებულიც ახარ იმაზე რაც ხდება და სამართლიანობას ეძებ. თქვენ ალბათ დაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაპართოვებთ, გამოსაკანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამომთვალე, აბრძანენ და თვითონ მართლ გუნდში ძალიან მაღალია ემოციური ლაბილობა. აბა შეხედეთ მაგალითად ჟურნალისტებს როგორ ეპასუხებიან. ესე იგი თქვა რომ აი გამოექანეთ თაწმინდიდან დამასტით, გადმომასტით, რასაკვირველია ემოციური ლაბილობის ნიშანია ასეთი. უცებ აფეთქდებიან ხოლმე, უცებ აყვირდებიან ხოლმე, უცებ აგრესიულები ხდებიან. ანუ მათში არის ყველაზე მაღალი ემოციური ლაბილობა, იმიტომ თვითონ სტრესში არიან. ეხლა ასე ტოქსიკურად რომ მართავ შენ სტრესში ხარ, რასაკვირველია, ხა ხო გესმის რასაც აკეთებ არა? შეხა თავხედი უზრდები. თქვენ ჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა. სიგრძეს და სიგანეს ნაცებს გეყოფათ. აგებეშენ გარი მამა თქვენია შემიძლია გითხრათ. და კიდევ სხვა შორს ერთი ზავთვალში მოხდა, ესე იგი ადამიანი, რომელიც იტყუებოდა, რომ სადოქტორო დისერტაცია მაქვსო, ჟურნალისტი, რომელიც ამას ეკითხებდა, უნდა საცოდავი ხარ, სასაცილო ხარ, ხო? ძალიან სასაცილოები ხართ რა. მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. შენ ამითი ფაქტობრივად დასცინი ამ ადამიანს, შენ ეუბნები, რომ შენ ხა წყობიდან გამოსული ხარ და შენ ხა ჭკუ არ მოგეკითხება, ხო? აი ეს არის სტიგმა, რომელიც უნდა ყველა ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებაში ამას ებრძვია და ჩვენთან კიდე ამას იყენებენ და ეს არის სწორედ ეს არის ის, რაც მიგვაქანებს უკან იმ რეგრესისაკენ. რა დიპლომზეა საუბარი? საუბარი არის ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. დოქტორანტი, კანდიდატი. კანდიდატი ერთია, მაგრამ ხარისხი დაცული გაქვთ დოქტორის? არა. მართლა გამოყვანილი იქნა ეს ჯიში საბჭოთა ადამიანის. სამჭედლო იყო მთელი. ეს სამჭედლო რეპრესიების სამჭედლო იყო. როდესაც პირველი რესპუბლიკის ანექსირება მოხდა 1921 წელს, დაიწყო ლენინის წითელი ტერორი ქვეყანაში და ნადგურდებოდა ისინი, ვინც იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე გარკვეული კლასები, თქვათ, ცდილობდნენ არისტოკრატიის განადგურებას და წესიერი სამღვდელოების განადგურებას, მაგრამ ძალიან წესიერი სამღვდელოება ყავდა საქართველოში. სტალინის დროს რეპრესიები გაგრძელდა ეგრეთ წოდებული დიდი ტერორის სცენარით, როდესაც რეპრესიები გახდა არაპროგნოზირებადი. მოხდა ინსტრუმენტალიზაცია მოსახლეობის. წახალისებული იყო საკუთარი ოჯახის წევრზე და დაწერაც კი საკუთარ მშობელზე. ადამიანები ერთმანეთს ენთუზიაზმით ასმენდნენ, რიყავდნენ, იზოლაციაში ათავსებდნენ. რაოდენობები, რასაც კრემლი უყვეთავდა რესპუბლიკებს, რომ აი ხალხის მტერი უნდა გამოავლინოს საქართველოს, ხო? გეგმის გადაჭარბებით სრულდებოდა. მერე კრემლში მიდიოდა ბარათი, რომ გამოვავლინეთ 1000 ხალხის მტრით მეტი და თუ შეიძლება, რომ ისინიც დავხრიტოთ, თან გადავასახლოთ და კრემლიდან რასაკვირველია მოდიოდა მწვანე შუქი. ანუ იმ პერიოდში თუ შენ მორალურად არ დაეცემოდი რეჟიმის ზეწოლის ქვეშ, შენ გაგანადგურებდნენ. აი ეს იყო ის საბრძმედი, ასე ვთქვათ, ღუმელი, რომელშიც ჩვენმა უფროსმა თაობამ გაიარა და გადარჩნენ კომპრომისების გზით, სინდისთან კომპრომისების გზით. რეჟიმი ცდილობდა ყველა ყოფილიყო პოტენციურად დამნაშავე და ყველა ყოფილიყო სინდისთან კომპრომისში. აი მაგალითად, ხელფასი არანაირად არ ყოფნიდათ, ვთქვათ,
ამა თუ იმ სპეციალისტებს თუ არ იყვნენ კორუმპირებული, რომ შეენახათ ოჯახები. შვენივრად იცოდა საბჭოთა სახელმწიფომ, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ აწყობდა, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი მოქალაქე გამოეჭირა კანონდარღვევაში. თუ სტალინის დროს ქურდების ინსტიტუტი, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი და ეკლესია თავიდან შეიქმნა, როგორც რეჟიმის ორი ინსტრუმენტი, ხრუშჩოვის პერიოდიდან დაემატა ფსიქიატრია, როგორც კიდე ერთი ინსტრუმენტი ძალაუფლების შენარჩუნების და ტერორის. და დღესაც თქვათ რუსეთის თანამედროვე რუსეთის სინამდვილეს რო შევხედოთ, ეს იქ ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენაა, რომ ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება პოლიტიკურ რეჟიმს, მოხდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს ჩვეულებრივია. ჩვენი სტუმარია რუსი ადვოკატი ალექსეი პრიანიშნიკოვი. გამარჯობა და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. საქართველოში აქტივისტ ნინო დათაშვილს დაუნიშნეს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბევრი ამბობს, რომ ამ ფაქტმა მათ საბჭოთა დროება გაახსენა, როცა ფსიქიატრია პოლიტიკური ოპონენტების ჩასახშობად გამოიყენებოდა. დღესაც რუსეთში, როგორც ფსიქიატრები აღნიშნავენ, არაერთ მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი. მათ შორისაა ციმბირელი შამანის ალექსანდრ გაბიშევის საქმე, რომელიც ანალოგიური სქემით ვითარდება. თუ შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ, ვინ არის ალექსანდრ გაბიშევი და მისი პერსონით რატომ დაინტერესდა ხელისუფლება? 2019 წელს ის წამოვიდა ფეხით იაკუტსკიდან მოსკოვში. მისი მიზანი კრემლიდან დემონების განდევნა იყო და ყველასთვის გასაგები იყო ეს ვისეხებოდა. გზადაგზა მას სხვადასხვა ადამიანები უერთდებოდნენ, იმართებოდა ხალხმრავალი მიტინგები. ჩემი ვერსია თავიდან იყო, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა სახალხო თავყრილობები. შემდგომ გამოიკვეთა, რომ კრემლის შიში მიტინგებთან ერთად ირაციონალურ ხასიათსაც ატარებდა. ვიცით, რომ მათი ლტოლვა ოკულტიზმის და რიტუალების მიმართ ძალიან დიდია. 2022 წელს შოიგუ და პუტინი ხშირად მიდიოდნენ ტაიგაში და ადგილობრივ შამანებს ხვდებოდნენ. შოიგუსთან ახლო ურთიერთობის წყალობით ეს შამანები დიდი ავტორიტეტები გახდნენ. ისინი სისტემატურად ატარებენ რიტუალებს უკრაინაში, რუსეთის ჯარის სასარგებლოდ. აქ იმალება შიში გაბიშევის მიმართ. სწორედ ამ შიშის გამო მოათავსეს ის განუსაზღვრელი ვადით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ის ამ დრომდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია? დიახ, როცა ის არ დაეთანხმა მათ შეთავაზებას გაჩუმებულიყო, მიიღეს გადაწყვეტილება ჩატარებულიყო სპეცოპერაცია. კერძოდ, სახლი შტურმით აიღეს და მას შემდეგ ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ გამოსულა. რამდენად ხშირად გამოიყენება ფსიქიატრია დღეს რუსეთში პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ? არ ვიტყვი, რომ ათასობით შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევები შესამჩნევი გახდა ბოლო 2-3 წელია. აქტივისტებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ან ექსპერტიზის მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უშვებდნენ. ექსპერტიზა ერთგვარი რეპეტიციაა. მისი დანიშვნის შემთხვევაში იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა გარდაუვალია. მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. რას ეტყოდით ქართულ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რა არ უნდა გამოეპაროთ მხედველობიდან, რომ შემდეგ ძალიან დაგვიანებული არ იყოს? რა რჩევა შეგიძლიათ მოგცეთ? ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ საერთო ჯამში ვიცით, ეს მეთოდი რისთვისაც გამოიყენება. ეს სწრაფად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე იძლევა ადამიანის იზოლირების შესაძლებლობას, თანაც დიდი ხნით. იზოლირების პარალელურად მიზანი ადამიანის დისკრედიტაციაა. რატომ უნდა მოусმინოთ ადამიანს თუ ის სულელია? საჭიროა საზოგადოებრივი და მედია კონტროლი. არ უნდა მიეცეს ხელისუფლებას საშუალება მოიქცეს ისე, როგორც რუსეთში იქცევა. რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც საზოგადოებამ გახადა დასაშვები რუსეთის ხელისუფლების ამგვარი ქმედებები. სადღაც რაღაც მომენტში ჩვენ გამოვიჩინეთ სიმხდალე. დავიშალეთ იმაზე ადრე ვიდრე საჭირო იყო. რასაც მე თვალყურს ვადევნებ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით იხრება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სასამართლო საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი დამოკიდებული ხელისუფლების შტოებზე, როგორც რუსეთში. თქვენ ვილნიუსში, იმიტომ ცხოვრობთ, რომ რუსეთში თქვენთვის ცხოვრება შეუძლებელია? დიახ, არის პრობლემები. მე უცხო ქვეყნის აგენტი ვარ. მე ვარღვევ კანონის მოთხოვნებს. თქვენ არ დარეგისტრირდით? არა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.
პროტესტი შეიძლება იწყება ვიწრო წრეში, შეიძლება ერთმა ადამიანმა დაინახოს, აღმოაჩინოს უსამართლობა, მაგრამ ეს შემდეგ უნდა გავრცელდეს, მანამ სანამ საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ ეს იყო უსამართლობა. მე მჯერა, რომ საზოგადოებაში არის ძალიან ძლიერი მოთხოვნილება დაადგინოს რა არის სწორი, რა არის ადამიანებისთვის კარგი, რაც არ უნდა დროებითად ეს შეფერხდეს, ეს მოთხოვნება ვერსად ვერ წავა. ადამიანის უფლებები არის ბევრად უფრო მყარი, ვიდრე რომელიმე ქვეყნის, რომელიმე მთავრობა, რომელიმე რეჟიმი, ან რომელიმე თუნდაც დროებითი მოვლენა. როგორც ამბობენ, ერთხელ რო დაინახავ, იმას მე ვეღარ არ დაინახავ. ჩვენ უკვე ვიცით რა არის დემოკრატია, ვიცით რა არის დაცული ადამიანი, უსაფრთხო გარემო და ჩვენ ახლა ვერ დავიჯერებთ ეს არ არსებობს. ეს არსებობს და ჩვენ აუცილებლად გვექნება და აუცილებლად მივალთ მანდ.